მოგისალმებით მე და ბუბუ საკმაოდ ხანგრძლივი საღდგომო არდადეგების შემდეგ დაგიბრუნდით მე და ბუბუ ვიყავით გორში და გავიგეთეთ აცრა ო ჩემი პატარა მოდი ჩემთან მოდი მიესალმე გოგოებს და ბიჭებს პირველი აცრა გაიგეთა ბუბუმ როგორც იქნა მოვაბიქრა ექიმი იცინო და ესაო რა ქვია ყველა ავადმყოფობა მოიხარდაო და ეხა გაიდროს მაგრამ აუცილებელია ხუმრობა იქით იყოს ბუბუმ პირველი აცრა გაიგეთა მომდევნო 21 დღეს მიწევს მე-20 21 დღეს საკმაოდ ცხელი დღე გვაქვს თუმცა ეს შედი 20-30 წუთი მაინც წვიმს ბრუნდებით აგარაში და უნდა გავაკეთოთ თქვენთან ერთად ერთი ძალიან საინტერესო გორული საკონდიტრო საწყობის ნაწარმის დეგუსტაცია. ეს არის კასრაძეების საწყობი. გავსინჯოთ როგორია ეს ყველაფერი. არა, ყველაფერი არა, მაგრამ თქმა უნდა, მოხარშული ცომის ისინი დესერტები დღეს მხოლოდ და შევაფასოთ და მისამართაც მოგახსენებთ რაღაც თქმა უნდა. მოუბრუნდით შინ ჩემო კარგებო. უკვე იცით როგორი სეზონია, ახლა არც ხელა, მაგრამ მაინც გრილ სახლში მოbrunება რო გინდა. აი ესეთი და ამოვედი ჩემ გრილ სახლში, შევდე მაცივარში ერთი 20 წუთი ეს ნამცხრები და ვეღარ ვითმენ თქვენთან ერთად უნდა დავაგემოვნო. აი ესეთი კოხტა ყუთი მომცეს, ესო არისო ყველაზე პატარა ყუთიო, აწერია გორის სტალინის გამზირი 3, ეს იგივე რუსთაველის გამზირია. ეს მათი ტელეფონის ნომერია, სახელად ქვია საწყობს კასრაძეები. აი ასეთი. ულამაზესი დახლები აქვთ. ძალიან საკმაოდ ფართო, აი ძალიან არა, საკმაოდ ფართო ასორტიმენტი აქვთ და მე ავიღე მოხარშული ცომი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს მოხარშული ცომის დესერტები. შუარამიღია, კროკელინიანი შუარამიღია, ავიღე აი ეს ეკლერები, განსხვავებული. ეს არის ფისტის კრემით და ზემოდანაც ფისტი აქვს. ერთი არის ნუტელათი და ერთი არის შოკოლადით. აი ამაში არის მარწყვი შიგნით, აი ამ პარი ბრესტში და ქვია შოკლერი. ქვია შოკლერი. მოდით ახლა გადავაცხოვროთ თეფშზე, დავყოთ, რომ ყველას შეგხვდეს ყველანაირი სახეობა და დავაგემოვნოთ. აბა როგორ ბრძანდებით? მართლა ძალიან მომენატრა ჩემი არხი. ჩაი გავიკეთე მწვანე. არ დადგება ხა საშველი რომ გაგდოს. ხო და რაღაცა გეგმები მაქვს, რაღაცა უნდა გადავიღოს, რაღაცა უნდა წავიდე, რაღაცა უნდა გავაკეთო, აი ისე და ასე. მოკლედ, ეხა თეფშები კი არ მოვიტანე. მოვიტან პატარა თეფშებს. მოდი ხალხო, მოდი, გაცივდა კოფე. ჩავადო ჩემო კუკუს. მოგეხსენებათ რომ აცრამ ცხოველებშიც ადამიანებში იცის რაღაც ცუდი რეაქციები, სიცხე რაღაცა, მოტენtildeობა, ცუდი რეაქცია, ძალიან ცუდი ისინიც აქვს ხოლმე. ხო და ცოტა მეშინო და ამ ბუბუს ამბავი, თან ახალი ნაავადმყოფარი როა, თავისი ვადები კი გავიდა, მაგრამ რა ვიცი ჯერჯერობით კარგად გრძნობს. ვიწყებ შოკლერით. შოკლერი გავყავი პატარა ნაწილებად. შოკლერი. ფორმა ულამაზესი, მადის აგუზრელი, სუფთა გაკრიალებული, არაჩვეულებრივად ჩაყლთული, შვენიერი სურნელი. კორპუსი არის მყარი. ხა მე რო გავჭერი ეს ოთხად. კრემი უმსუბუქესი კარაქის გემოთ. რომლის დაიწყე? პერფორირებულზეა გამომცხვარი.
ეგ არის ფისტი. მე მაყოფილი ვარ. დიდი სიამოვნებით. ტორტსაც შევუკვეთავ, ნამსხვრსაც შევუკვეთავ, ძალიან მომწონს. გაზვიადების გარეშე, თუმცა ფასი მაღალია. ფასი მაღალია რასთან, იცი, აგარასთან შედარებით. ახლა ჩვენთან თუმცა მარგარინზე მზადდება, მაგრამ ძალიან სუფთად და კარგი რეცეპტურით არის მომზადებული ეკლერი. მისართმევად მშვენიერია, ღირს ლარი ნახევარი, ერთი ნაჭერი. აქ ეკლერები ღირდა სადღაც 2.50-დან სადღაც 3.50-მდე მე მგონი. აღარ მახსოვს ფასი. ხა, მე 7 ლარი მიმიწია თბილისში ეკლერში. და კარგი არის. ნორმალური იყო. რას აკეთებს გუგუსა? ზემოდან ნუტელა აქ შოკლერს, ეგ არის შოკლერი, და? შოკლერი რა? პარი ბრესტივით რკალია დასხმული. და შუდა ეკლერია. აი ამ 4-ნაირი დესერტიდან ყველაზე მეტად მე მომეწონა ეკლერი თეთრი კრამით და შოკოლადის ზედაპირით, მინანქრით. იმიტომ რომ შავი შოკოლადით. ყველაზე ნაკლებად არის ტკბილი. ჩემთვის ყველა დესერტი ზედმეტად ტკბილი იყო. თუმცა საკონდიტროები. წარმატებული საკონდიტროები ყოველთვის აკეთებენ ზედმეტად ტკბილს. ამას ხილი ძალიან უშუალოს. ხო. ამას ხოთი ხილიანი იყო, მხოლოდ ეს შოკლერი მარწყვით და იყო ჩერი ერქვა, შავი ნამსხვრი იყო, ოთხკუთხედად დაჭრილი. და ეთყობა ალუბლები ქონდა შიგნით. დორჯერი ერქვა. მოიცი ესეთი რო შევედი, ესეთი კარგი სურნელი იყო, ესეთი კარგი მყუდრო სიტუაცია. ესეთი ნათელი გოგოები ყავდათ. რო აი, იცი რა? კარგად განეწყობი აუცილებლად. და მე საერთოდ ესეთ კარგ სიტუაციებში, საკონდიტროებში მინდება ჩემი საკონდიტრო მქონდეს. მივირთვი ახლა და ზურგს უკარო სარბენი ბილიკი აი უნდა გადავდგე. ბუგუსან იცნო ზოოვეტერინარული კლინიკა მომეხუტა დაიმალა აქ მე იცნო ის ვეტერინარები ორივე ერთი ეფერებოდა და დედამ უყურებდა ესე შუბოდა რა საშინელ ადგილას მოვედითო შევედით ოთახში და იქ მე ყველაფერი დაავიწყდა იმიტომ რომ დაგხვდა გარგლისფერი ხუჭუჭა პუდელი უსაყვარლესი უფულფულესი და საწყალი იყო დაგლეჯილი დიდი ძაღლის მამა აი ამ ადგილას აქ გვერდზე ისე იმას უქნია რა ქვია ჩაულია კბილები რა ხორცს ხო გაუგლეჯია და ძვალიც ქონდა გატეხილი თუ გაუკეთებიათ ოპერაცია ამოუღიათ ეს გატეხილი ძვალი და აი ჩაგვირისტებული ქონდა აი ეს დიდი ბევრი ნაკერი ქონდა გაპარსული ქონდა ეს ადგილი და რაღაცა ისპერი ესვა ეთყობა რაღაცა ანტისეპტიკია ცხოველები კი გიჩუ გადაშერევათ იყო გადასხმებს უკეთებდნენ რომ ინფექცია და რაღაცისგან დაცული ყოფილიყო ხუჭის ძაღლი იყო ეს დიდი თუ ვიღაცის აი მე არ ვიცი ვერ ვიკითხე და ეხვეოდნენ თავზე და უკვე მე რა ის იყო პირველი დღე არ იყო მაგის ოპერაციის და გადასხმის რამდენიმე დღეა უსხავენ ეთყობა და ისიც ამოდგა და ბუბუს უყურებდა ისიც ისიშვებოდა და არ დავუყებ ეს ერთმანე არა ამასობაში აბა კისერი გაუჩერე თუ გაუჩერე კისერი კიო იტირებს ეხლა ეთკინება და რა ვიცი გავასე მაგრად დავიჭირე და რო ჩაარჭო ხმა არ მოუღია ამას მართლა სერთ არ მოუღია აი აქ გაუკეთა სადღაც ხო თავთან მე მგონი სხვადასხვა ადგილას კეთდება სხვადასხვა რამის აცრა ხო და კი კარგად იყო და იმის მერეც ჩულეთის მერეც იქით ძაღლისკენ იწელებოდა ჩვენ რა თქმა უნდა ძაღლს უსურვეთ ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა,
გადავიხადეთ ფული, ჩაიწერეს რომელ რიცხვში ის არის, რა ქვია, უწევს მეორე, უწევს მე-20 ან 21 დღეს. ხო და დაიღალა და საძინებელში შევიდა. აჰა. დაიღალა ეს. რა მოიტანა? რა მოიტანა ბიჭო, მაიკა? რა საზღარი ბიჭია? დაიღალა და ჩაგაცვა? მე მიწმინდავა ჩასაცმელი. მოდი შენ ჩასაცმელი. დედა, რა უქნა? აბა. არა, შენთვის არ შეიძლება. შენთვის ტკბილები არ შეიძლება. ჯაო. ჩემი ტკბილები. ჩემი შაქარლამა ბიჭი. მიდარი. ასე. ერთი საქმე მოვითავეთ. ნიხარია. დღეს რას ვაპირებ? დღეს რას ვაპირებ და დღეს მოვა ზურა და შეაკეთებს ონკანს. შეაკეთებს გამოცვლის. ჩემი დღეში სადმა გავიდეთ შენ? წავიდეთ. რა? მოვიფიქროთ რამე. მოგვეცით იდეა, სად წავიდეთ? ბუბუიას დატოვება არ მინდა. არ მინდა ბუბუიას დატოვება. ანაცრელი რომა. ჯერ იმდენად ანაცრელი არ არის, რომ ხუჭო შევდარა, ხო? არა. კომპლექსურ სანამ არ გაუკეთებ არ დასვაო მითხრა. არ დასვაო, არა და მე მგონი ფისი უნდა და. რა გინდა ჯიბეში ნუ მიყოფს ხვირს, აი ეს ისწავლა ჯიბეში გიყოფს ხვირს, ამოგაცლის იქიდან ხელსახოც, შინაური ხარ თუ უცხო ხარ. ხო და ესე. აჰა. მე ეს ბოლოში კურსში რო აქეთე ბოჭი გამოვიდა და ერთი წელი. ბუბუს თეთრი პატარა კტოჩკები აქვს სადღაც, რაც არის დასტური იმისა, რომ ბუბუ არ არის სუფთა წყლის, მაგრამ არის სუფთა გულის. ხო შემოგელი. შემოგელი. სუფთა. ხონდა ის თეთრი რატომ აღარ? ამოვა, ეგეც ამოვა, აუცილებლად ამოვა. შენ შემოგელი. ყოველ დღე ხო წვიმს ცოტა. შეშრება ეს ჩემი სარეცხი, უკაცრავად და გადმოგვაფსავს. კიდე შეშრება, კიდე. მოკლედ 3 დღე ერთ და იგივე კიდია. და მე მგონი გაშრა. ეხლა კიდე ერთ პარტიას ვატრიალებ და წამოვკრიფავ, რომელიც მშრალია იმას და ჩავაყვეხებ ახლებს. აი, რა კარგი მწვანეა, ყოლიფერი. ხო და მწვანეზე გამახსენდა ჩემი ფრჩხილები? რაღაცა ძალიან სწრაფად მოვიწყინე. ერთი სული მაქვს. როდის გამოვცვლი? უკვე ხო, ანუ აი ეს ფერი მოსაწყენია ეთყობა. მე ერთი ფერი რა გისვია, ყოველთვის წერებ მოგვიწევს. შეიძლება. გუშინ ველაპარაკე ბუბუს დედმამის პატრონს. ჩვენ ბუბუ მოვიყვანეთ 25 მაისს გასულ წელს და 26 მაისს ბუბუ მე ჩავისვია იმაში რა ქვია უბეში და წავედით ცოტა ის იყო რა ქვია ჟინჟღლი ამინდი იყო წვიმიანი და წავედით 26 მაისის პარადზე, რომელიც არ შედგა წვიმის და ჭექაფუხილის გამო, მაგრამ რაღაცა ღონისძიებები იყო იქ ხალხის მსვლელობა რაღაცები და მართლა იმაზე კი არ წავედით, ახლა აღლუმის მისაღებად საქმე მქონდა და გავიარეთ რუსთაველზე და ვიდეოებიც აქვს გადაღებული. აუცილებლად იმას ვიზავ რა ქვია, უნდა ვიპოვო და უნდა გაჩვენოთ როგორი პაწაც უნდა იყო ბუბუსა. ხო და ჩემო კარგებო, ზუსტად მინდა და გამეგო რომელ რიცხვში იყო დაბადებული. ერთი თვის მოიყვანეს დაახლოებით და მივწერე ამ ბუბუს მშობლების პატრონს, ვისა, დედაც მათია და მამაც მათია. ერთ ოჯახში არიან. ხო და მიმოწერა ამოაგდო, დედამისთან მიმოწერა ამოაგდო და ზუსტი თარიღი მითხრა, 20 აპრილს ყოფილა დაბადების დღე, მე არ ვიცოდი. 20 აპრილს, თორე აღნიშნავდი აუცილებლად 20 აპრილს ჩემი მეგობრებიც იყვნენ და ერთ სასმის ბუბუსას დაბადებისას შევსვავდი აუცილებლად. ხუმრობ იმ დღეს აღდგომას რო იყვნენ ჩემთან ჩემები. არაფერი აბსოლუტურად ერთი ისიც ნახევარჭიქა არ მოგვიწრუფია, სულ გოგოები ვიყავით და
მე არ მესმევა არა და კარგი ღვინო მქონდა ძალიან კარგი კახური დაბეჭდილი ღვინო მქონდა კარგი იყო გასინძე კაი ღვინო კარგი ღვინოა კი აი თვითონ მეწარმეები თავისთვის ისხავენ ხო თავისი ბიზნესი აქვს და მეღვინეები არიან და თვითონ ისხავენ და სახლისთვის მოაქვთ მე მაჩუქეს ასეთი ამბებია ჩემო კარგებო საკმაოდ დევიღალე ავალაგებ ხა პატარა ყავის სუფრას ხო და დავისვენებ ცოტას დავისვენებ ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს ონკანი უნდა გამოცვალოს იმასაც რაღაცა პატარა საქმეები აქვს დღეს ვაპირებდი წასვლას ტრანსპორტით ვიჯექი ამ გაჩერებაზე 15 წუთი 20 წუთი 25 ნახევარი საათი გავიხედე გამოვიხედე მეთქი ტაქსებიც არ არიან რომ იქ განახომე გაჩერებაზე ჩვენთან ტაქსები და ეხლა ეტობა შეკვეთაზე იყვნენ ყველანი გასულები და სად არიან ვიფიქრე კაცო ყველა გამოვედი ბუბუ მიმყავს ასაცრებად გარგაბოია რა ჩემო მეგობარმა სად მიდიხარო მე უთხარი 10-რაზე მე არ გწვენიაო თუ მანქანა არ ყავდაო ვერ იმასქენიო ვერ დამირეკეო აი ძმოთხარი არ მინდა შეწუხება გორი აქვეა ჩახტები აჰა ჩახტიო მიდიო სად არისო არ არისო შესად მიდიხარ მეთქი და მე ორნაბიჯი მივარ ხახვი უნდა ვიხიდო აი ასე ხახვის ნაცვლად წავედით გორჩი და გზაში ვხუმრობდით რომ რა შორს იყო ეს ხახვი რა მინდოდაო კაცო ავიჩემე ეს ხახვიო იყიდა ხახვი ხახვი რომ მოვედით წავედით მე ორნაბიჯში შევედით მე ლიკანები ვიყიდე და ზურამ თავისი მეზობლები იპოვა გოგოები ხო და ჩასხდნენ ისინიც და ზურაც თავისი ხახვით და წამოვედით ასეთ როგორ იზეიმეთ, როგორ გაიხარეთ, რა არის თქვენთან ახალი, იმედია ყველანი ჯანმრთელად ყავხართ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაცია გვაქვს საკმაოდ სანერვიულო. მე არ ვიმჩნევ, იმიტომ რომ მინდა ვიყო ჯანმრთელი, მინდა დიდხანს გამოვადგე ჩემს შულს, ხო და ყველაფერი კარგად იქნება. აი ესე ვფიქრობ და ესეც იქნება ნამდვილად. ჩემო კარგებო, დღეისთვის დაგემშვიდობებით. დიდი პატივისცემით მოგიკითხავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, კარგ საღამოს, კარგ ღამეს, კარგად დაისვენეთ და შევხვდებით ხვალ, იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობის ძველ რეჟიმზე გადავედით და ყოველ დღე აი აქ შევხვდებით ხოლმე სხვადასხვა რეცეპტებით და ვლოგებით. აბა, კარგად.